რა იწვევს ფასების დას და ფასების ის თავარი მიზეზი არის ის რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. აი მარტივად რო აუხსნა მაყურებელს 95 წელს რომ ლარი შემოიღეს, სულ ბრუნვაში იყო 112 მილიონი ლარი. ეხლა არის 34 მილიარდი ლარი. ანუ 300 ჯერ მეტი ფულია ბრუნვაში. ოღონდ ეკონომიკა ამ დროს გაიზარდა 5-6 ჯერ სულ. რაც ხა ფულის მასას კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, ბოლო წლების განმავლობაში ფულის მასის ზრდა არ აღემატებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პირიქით ჩამორჩებოდა, ამიტომ აქ ყველაფერი არის ცხადი და ათელი. მიკვრის რომ პრემიერ-მინისტრი გაურბის ეს ჯიუტა თავარ პრობლემას. თქვენ თქვით რომ ფულის მასა ეკონომიკის დასთან ერთად იზრდებაო და აი თქვენივე არასწორულ სვეტში რომ ეს უყურებთ ცხრილში ეროვნული ბანკის ფულის მასა გაიზარდა თქვენი ლოგით 17%-ით. სწორ სვეტში რომ ნახოთ 26%-ით. მაგრამ ეკონომიკა მეგონი ასე არ გაზრდილა. ეს არის 25 წლის დეკემბერი, რომ შევადაროთ 24 წლის დეკემბერს. ამიტომ მეგონი ჯობია რომ რეალურ პრობლემას მასთან შევხედოთ და შევლით შეცვალოთ არ იქნება ცუდი. მე ხელმძღვანელობ არა ეროვნული ბანკის, არამედ საქსტატის მონაცემებით და ერთად შეგვიძლია ჩავხედოთ ამ მონაცემებს და მეგონი შევჯერდებით ერთიან სტატისტიკასა და ერთიან დასკვნებს. მარტივად ძალიან თქვენ რო იყოთ მთავრობა, რას გააკეთებით ფასების შემცირებისთვის? დიდი მადლობა ბატონო. მე რო ვიყო მთავრობა პირველ რიგში დაურეკავდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვეტყოდი რომ ქალბატონო ნათია, გეყავთ ფულის ბეჭდა. ეროვნულ ბანკს არ დაებეჭდა ფული, ფასები არათუ არ გაიზრდებოდა. შეიძლება შემცირებული იყო კიდეც. ამას უნდა შევჯერდეთ, უნდა აიღოთ სტატისტიკური მონაცემები კი ბატონო. და უნდა ვნახოთ ფულის მასის ზრდა აღემატება თუ არა ეკონომიკის ზრდას. გადავამოწმოთ, თუ არ აღემატება, მაშინ სხვა დასკვნებს უნდა შევჯერდეთ, ხო ეს ერთი. 7 მილიარდით რო გაიზარდა ფულის მასა ერთ წელიწადში, ეს როგორ შეიძლება არ აისახოს ფასებზე? და მე ამას ნამდვილად გამოვასწორებდი. უბრალოდ პარლამენტს მინიმუმ ვეტყოდი რომ გაეკეთებინა ის რაც პარლამენტმა უნდა გააკეთოს და განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა ეროვნულ ბანკზე. რო იქ სურსათ სხვა თემა, ხო, მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ხირს ლარი პირობითად სადღაც შემოვიდა საზღვარზე, უკვე გაიზარდა ფასტამატი დაედო, შემდეგ საზღვრიდან წამოვიდა ფასტამატი დაედო, მოხდა თაროზე ფასტამატი დაედო, ამას ვერ არეგულირებს ცალკე აღებული, ხო, ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ზოგადად არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას.